მეორე დღეა 17 წლის მოზარდს მლეთაში უშედეგოდ ეძებენ. თბილისიდან ლომნისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი საოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათი მეგობარი მოულოდნელად გაუჩინარდა. მლეთაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, ეძებენ ექსკურსიაზე დაკარგულ მოზარდს. სამძებრო სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო. ამ დროისთვის მლეთაში მხოლოდ დაკარგულის ოჯახის წევრები იმყოფებიან. მაშველებმა რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ძებნა შეწყვიტეს. აქ ჩამოსულებს ერთ-ერთ რომელსაც ხელი ეკიდა, გაუშვა ხელოცი, ჩაატარა, თვითონ დაჯდა აქ და ერთ-ერთმა გოგომ კითხა მეგობარმა, რომ გური ხო არაფერი გტკივა. არა, კარგად ვარ, იარე დაგეწევით. გური დაჯდა აქ, დაახლოებით 10 წუთში მამაც ჩამოვიდა ქვემოთ, იმიტომ რომ ყველანი უკვე მარშრუტკაში ვიყავით ბავშვები და იმ 10 წუთშივე ამოვტრიალდით უკან, უკვე მამამაც რომ ვერ ნახა, ყველანი დავიქსაქცეთ აქეთ-იქით, ზოგი რომ მთაზე გარბოდა, ზოგი ხევისკენ წავიდა, აბსოლუტურად ყველანი ვეძებდით. ხდება დაგვეხმარონ, რომ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია 4 დღეა ვეძებთ ბავშვს და ვერაუპოულობთ. მლეთაში ახალგაზრდებს ერთ-ერთის მამაც ახლდათ. კახა გელოშვილი ამბობს, რომ დადიანძის ძებნა მათ მალევე დაიწყეს. სიბნელის მიუხედავად ტყესა და დასახლებულ პუნქტში მიმავალი ყველა ბილიკი გადაამოწმეს, თუმცა კვალს ვერსად მიაგნეს. ამ ტყეში ვერ ვიპოვითო, წვიმა მოვიდა. ძაღლითო ნაკვალივი წაშლილი იქნებაო და არანაირი შანსი არ არის, რომ ძაღლმა იპოვოს სუნითო კვალი. და დაანებეს მაგის გულითის ძებნას თავი. დავრეკეთ, რომ ესეთი სიტუაცია, რომ რატო არ არიან და რატო არ ეძებენ მაგალითად დაკარგულს, ესეთი პასუხი მივიღეთ, რომ ხილვადობა არ არის და მაქედან გამომდინარე ვერ მოძებნით. დაკარგულ 17 წლის ახალგაზრდას ახლობლები ახლა დამოუკიდებლად ეძებენ. მესამე დღეა ისინი სოფელ მლეთაში იმყოფებიან. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ მას სიბნელეში გზა აერია. მოგესალმებით, მე ვარ კახაბერ შარტავა და თქვენ უყურებთ კონტაქტორს. 2014 წელს საქართველოში მეხივით გავარდა ხმა, რომ ივნისის თვეში 17 წლის გურამ დადიანიძე დაიკარგა. დაიკარგა ქვემო მლეთადან. აი ამ გზას თუ აუყვებით, ჩვენ ლომისის ეკლესიას მივადგებით. თუმცა გურამის კვალი, სადაც მე ახლა ვდგევარ, სწორედ აი აქედან ქრება. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ კი მისი დედა, სოფო მოგვიყვება. სოფო, მოგესალმებით. გურამი თავის მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე წამოვიდა ქვემო მლეთაში ლომისობის დღესასწაულს. ღამისაც საათზე მოსული ბავშვები მაღლა სალოცავში მოსალოცად ასულები დაბლა 3 საათზე ბრუნდებოდნენ, როდესაც ჩემი შვილი მითხრეს, რომ ქვაზე ჩამოჭდა და 2 წამში გაქრა. მოდით უფრო კონკრეტულად რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. აი აქ ნახეს ბოლოს გურამი ღამის 3 საათზე, თუმცა ჩემს ოპერატორს, ჩვენს რეჟისორს მინდა ვთხოვო, რომ გადაიღოს აი ეს გზა გადაიღოს, სად არის უკვე მოსახლეობა. აი ნახეთ, აქ უკვე მოსახლეობა. ფეხით რო ჩავიდეთ, 3 წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობამდე მივიდეთ. ღამის 3 საათზე 17 წლის ბიჭი აი ამ გორადან იკარგება. გარშემო არ არის ისეთი ხრამი, არაფერი, როგორც ხედავთ, შესავარდნი, აქ არაფერი არ არის. თუ პირობითად ის ან უკან არ დაბრუნდა, ან ისევ მაღლა არავიდა და სხვა გზით გადასვლა არ დაიწყო, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ აქ მიდის მხოლოდ დაღმართი, მე ხარ რასაც ხედავ, ერთი დაღმართი და მეორე დაღმართი. გარშემო საფრთხე არაფერი არ არის ისეთი, რომ ბავშვი ვერ ვიპოვოთ. როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები? მას მე გურამის ვეძებ. ყველას მივმართები. მაგრამ დახმარება არავინ გამიწია. ბავშვი დღემდე ვერავინ ვერ მიპოვა. ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი. გურამის სიბნელის შიში ჰქონდა, ეშინოდა სიბნელის. ღამის 3 საათზე მარტო გინა ქვაზე არ ჩამოჯდებოდა. თუნდაც ქვაზე ჩამომჯდარიყო, ისევ ბილიკს დაუყვებოდა და მარშრუტკასთან მივიდოდა. მე ვფიქრობ, რომ ბავშვები ცრუობენ და გურამი მაღლიდან დაკარგეს. ისიც არიციან ბავშვებმა გურამისად დაკარგეს. მოდით დავიწყოთ აქედან. როდესაც აღმოაჩინეს, რომ გურამი მათთან ერთად აღარ არის. შემდეგ ანუ როგორ დაიწყეს მისი ძებნა და როგორ განვითარდა მოვლენები? როდესაც გაიგეს, რომ გურამი ქვაზე აღარ იჯდა, ერთ-ერთი მეგობარი თავის მამას მშობელს დაუძახა, უთხრა, რომ მამა გურამი ქვაზე ჩამოჯდა. ეს მეც გადმოცემით ვიცი, იმიტომ რომ ექსკურსიაზე მე არ აყოფილ ვარ. კახა ეძახის მივტრიალდი 2 წამში და
გურამი ქვაზე აღარ იჯდა. პროჟექტორიანი ბატარეა მეჯირა და გავანათე, დავიძახე გურამი არ იყო. ჩავედი მარშრუტკასთან და ვიკითხე. ბავშვებო, გურამი აქ ხوار მოვიდა. დილის 8 საათზე დასხნენ მარშრუტკაზე და წამოვიდნენ. იმიტომ რომ ძღოლმა თქვა, მე ამ ეს ბავშვები ექსკურსიაზე რო წავიყვანე, გავაფრთხილე რომ დილის 8 საათზე მე თბილისში უნდა ვიყო. დასხდნენ დილის 8 საათზე. ბავშვი ვერ იპოვნეს, დასხდნენ მარშრუტკაზე და წავიდნენ ისევ თბილისში. გურამი შეუძლებელი იყო აი აქედან თავისი მინიმუმ 1 საათის სავალი ხომ მაინც არის აქედან გზა, ანუ 1 საათის სავალზე ღამის 3 საათზე წასულიყო თბილისში თავისინებით, ხო? ვერ წავიდოდა. ან რატომ უნდა წასულიყო? გზა არ იცის და იმიტომ რომ ამ ადგილზე პირველად თუ მარშრუტკა დილის 8 საათამდე აქ იდგა, მარშრუტკა რომლითაც გურამი მოვიდა, რატომ უნდა წაყოლოდა სხვა მანქანას? მარშრუტკა ისედაც აქედან რო ჩასულიყო ბავშვი მარშრუტკას ვერ ასდებოდა, თავის მარშრუტკა აქეთ ეყენა და გახვებოდა ეს ბავშვი. ან რატო უნდა წასულიყო? მეწყერი როდის ჩამოწვა? მეწყერი ჩამოწვა დილის 10 საათზე და შემთხვევით Google-ში შევიპოვნე რომ აი იმ 2014 წლის გამგებელი იძახდა რომ მეწყერია ჩამოწერილი, მსხვერპლი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით რომ 17 წლის მოზარდია გურამ დადიანიძე დაკარგული და ის ჯერჯერობით ვერ ვიპოვნეთ. გურამი ამას არ გააკეთებდა. გურამი შეიძლება დაღლილიყო და ეთქვა ბავშვებო დამიცადეთ და ვიღალი დავისო. მაგრამ ის რო ქვაზე ჩამოჭდა და ბავშვი გაქრა და 7 წელი გამქრალი ცხოვრობს სადმე. ამას გურამი არ გააკეთებდა. ესენი მატყუებენ, ბევრი რამე მომატყუეს. გურამი ამას არ გააკეთებდა. მე მის გარდა არავინ მყავდა. თვითონაც ხო მშობლები გახდნენ. თვითონაც ხო ყავთ შვილები. წარმოიდგინეთ. ჩემი თავი თავად ადგილზე. დემიშველე. გურამის ხმა მაღვიძებს დემიშველე, მაგრამ ხელი რო უნდა ჩაუკიდო და ამოვიყვანო მეღვიძება. ვიცი რომ სიზმარში ვარ. მაგრამ ვერ ხვდები იმ ადგილს შველას საიდან ამთხოვს. და მესიზბრა ამას ეხლა ხან რო მე აღარ ასოდეს მოვა თქვენთან. დაცხოვრებით მთელი 7 წელი. პატარა დრო არ არის. ვერ სათხოვლო. სად არ ვიარ ეთქობა ქვეყანა შეძე. სად არ ვიარ დახმარება ვის არ თხოვე, მაგრამ არა. დანადგარი მოითხოვე გადატარება მეწყერის დამპირდნენ კი გვააქო გადავატარებთო. მერე მითხრეს რომ ისო ხო არისო და ვერ გადავატარებთო. არაფერი არ გამიკეთეს. არაფერი. გამომძიებელთან რომ მივდივარ არც მისმეს. მე 4 უჯრაში ეძებს საბუთებს. როდის იპოვნის. დუშეთში რო ჩამოვდივარ, მესიჯობს ტელეფონზე, უჭირავ ტელეფონი და მესიჯობს, არც მისმეს. დამცინიან დაცინვა გამოდის. მუშაობ თუ ამ ვერსიაზე მუშაობ, იმ ვერსიაზე მუშაობ. თქვენ კაი ხალხო თუ ყველა ვერსიაზე მუშაობ. ეს ხო გამორიცხეთ და გადადით მეწყერს, ხო შეიძლება. იქნებ მეწყერშია ბავშვი. იმ ვერსიაზეც იმუშაო, ხო შეიძლება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გურამის გზა ერია და სხვა გზიდან არის წასული? ეს ბილიკი მაღლა უდგება იმ ხევს. ხევს უდგება ეს ბილიკი რო საიდანაც ბავშვები იყვნენ. უბრალოდ წვიმიანი ამინდი იყო, გურამის კედები ეცა. იქიდან შემოსულები ბავშვი შეიძლება ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. მე კი არ ვიცახე რომ ვინმე მხელი ჰკრა და გადააგდო. უბრალოდ ხევში გადავარდა, მაგრამ ხევი იმ ხელად ღმა. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. გამთენისას მეწყერი ჩამოწვა. ესენი თბილისში წავიდნენ გამთენისას, სანამ იქ მოაგვარეს სიტუაცია, გაიგეს რომ გურამი იქ აღარ იყო და მამიდამისი წამოიყვანეს.
წამოვიდა მამინდა სიამასობაში აქ მეწყერი იყო ჩამოწოლილი. მე გამაგებინეს სანამ სოფლიდან ჩამოვედი, უკვე ტრაქტორები მოყვანილი იყო და ამ გზას ხევს აკეთებდნენ. ეს სამოდონა ნაშალი მიწა, ჩამოშლილი მიწა, აქეთ-იქით დაყარეს. მიწის ქვეშ რა ხდებოდა ხო არავინ იცის. გურამის მეგობრები მეუბნებიან, რომ ბოლოს გურამი ღამის 3 საათზე ამ ქვაზე ჩამოჭდა. 2 წამში მოიხედეს და ბავშვი გაქრა. მას მე 7 წელი გავიდა. ой, სურათები შეიძლება ნახო. კი. ეს მისი ზედატანი. სამისი ტანსაცმელი. კი. სანთელს ვერ ავანთებდი ხა. ძალიან თბილი ბავშვი იყო. ორიენტაცია დაულაგო სადვარც დროს მოკეთებ. შეიძლება დამჭირდეს. ეს ადგილი არ მიზიდავს რაღაცნაირად. აბსოლუტურად არ მიზიდავს ეს ადგილი. აი ხო არის დაუშვათ რაღაც. აქ უნდა მჯდარიყო, თუ იდგა თუ რაღაც და კაცო, თქვენი სახელი? სოფო. ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ ანუ თქვენ არ იქნებით დარწმუნებული. ვინც ანუ სიტყვით, ხო, ვიღაცამ გითხრათ, რომ აქ იჯდა. არა. ერთი წამით.
იქ მინდა ჩავიდე. ხო შევძლებთ რომ ჩავიდეთ. აი იქ მინდა. აი ეს ადგილი აი აქედან აი ასე. რაცა დენ რასაც ვგრძნობ, იმას ვამბობ. ნუ გასაგებია ეს ყველაფერი, რომ ჩამოდიოდნენ და ეს რაღაცა ესეთი ხალხი იყო რაღაც ბევრი და ღამე იყო. მაგრამ ზუსტი წყობა აი ესე რომ მიდიოდნენ, მერე სადღაც დაჯდნენ და გაქრა, ასე არ ყოფილა. არა. არა. არც კამათი, არც არაფერი ცუდი. პირიქით კარგი ხასიათი, ძალიან სითბო მოდის, ძალიან კაი ბიჭია. რაღაცა ესეთი თბილი, დადებითი. როგორც პიროვნება ძალიან შრომელი, რაღაც ესე, რაღაცნაირია, კაი ადამიანია. არაფერი არ არის ესეთი. თან ისეთი პატიოსანი. ცუდს არ გააკეთებდა, არც გაუკეთებია, რომ სიტყვაზე რაღაცა შეიძლება მომხდარიყო სპეციალურად. მაგას ვერ ხედავ, რომ ვინმეს ხელია ამ საქმეზე ან რაღაც დადებული, მაგრამ ვიღაცა მამაკაცი მიტრიალებს თავში. მიტრიალებს აი ესე. იცის სწორი. აი ამ მაგათ აი წყობა, აი ამ თვითონ იმ დღეს. წლებია გასული და სავარაუდოდ რაღაცას ვიჭერ, მაგრამ გეგონება ესე ვიზი დარბის. სანამ აქ მოვიდოდი, აი გადამღებსაც უთხარი, რომ წყალი უნდა იყოს, მან მე არ ვიცოდი რომ აქ წყალია. და წყალი, აი წყალი მომდის თავში. და მერექვები. მაპატიეთ, მაგრამ სავარაუდოდ მე ცუდი პროგნოზები მაქვს.
ძალიან დიდი ბოდიშით. ძალიან მოპატიეთ. მოვა დაიტყვის სიმართლეს. ნეტა საიდან მოვიდოდ? კერწევით, ქური კერწევით. 100%-ით არის წყალი, 100%-ით არის ქვები. რაღაცა აი ლავინა რო ჩამოდის, რო ქვია, აი მეწყერი რო მეწყერი იქით იყო. აი მეწყერი რო ჩამოდის, რო იმას იზავს, ხო ხტებით აი წყალთან ერთად რაღაც წყალი კი რაღაც აი წყალი იყო რა, არ ვიცი რა წყალი, შეიძლება წვიმა იყო? წვიმა იყო კი. წვიმა დაიწყო დილით, დაწყებულა დილით და ამთის იქით ზემოდან ბილიკი უდგება, მეწყერი იქ ჩამოწვა. გადავარდნილივით არის, აი ღამე რო ცოტა ორიენტაციას რო დაკარგავ და თავს რო მიარტყავ, რომ ჩავარდები სადღაც და აი სისულელის გამო აი ესე და მე აი რაღაცა ღრმა ორმოსავით და ერთადერთი ორმო, ამიტომ გკითხეთ აქ აი აქ უნდა ეძებოთ, აი ეხა კი ამოთხრილია ახალი გასაგებია უკვე წლები გავიდა, სავარაუდოდ შიგნით იქნე, ანუ ეს მეწყერი რომ მოდიოდა და წვიმები, აი ის ზუსტად იგივე ადგილას არ მგონია იყოს. აი წყალი ეგრევე აქ რომ მოდიოდა, გეუბნებით არ ვიცოდი წყალი რო არის და ბიჭებს ვეკითხებოდი, მან ხო არ არის რამე წყალი, ანუ იქ რო არის გასაგებია, იქ, მაგრამ აი აქ და კი არის დაბალი დინება. მე მიკვირს რომ ის დიგინ რა ქვია ამოთხრა არ დაიწყეს. აი მიკვირს წლები გასულია რატო არ ამოთხარეს. ანუ თან უცებ მოხდა ყველაფერი. ისევ რომ ვერც მივხვდა რაღაცა ის დგ. თან რომ აი ხო იცი იქ რო დავდეგი რაღაცნაირად აი თავბრდამე ხო. აი რაღაც ისეთი გრძნობა რომ ხო ხტები ორიენტაციას რო კარგავ და მე დენ და უზრე всё. და მე უცებ ბრუეს წამოვიდა და ამ დროს პასუხსაც ვერ გასცემდა რეალურად, იმიტომ რომ გაითიშა.
ამაზე ძალიან ამ ცუდად გავხდი აქაურობაზე, აი ამ მონაკვეთზე, ქვედა მონაკვეთზე და გადავხედოთ აბა ის ადგილიც და ჩემ პირადად ჩემ დასკვნას გამოვიტან. გეხოწებით, აი არ ვიცი ახლა ვის შეიძლება გთხოვოთ, მაგრამ ეს მაინც რო ნახოთ. აი ეს ადგილი თუ გექნებათ უფლება მაგისი. იქ სადაც ჩავარდა, სავარაუდოდ ჩავარდა კი და დინა, ანუ რაღაცა ნაკადი, რაღაცა მწაიყო რა, ესა ოდნავ დუნ. ეხლა იცი რომ ქვები რო და წყალი და ერთად რო არის და სიმძიმეზე რო, სიღრმეზე რო გადადის. ანუ როგორ არის იცით ახლა აგიხსნით მე ვხედავდი წყალს მე ვხედავდი რომ ვარდება თავი დაარტყა და გაითიშა და მე უკვე ესეთი რაღაც ღრმულივით არის აი რაღაცაში ვარდება მე უკვე ზევიდან აი რაღაც წყალი ეს ქვები და ყველაფერი სავარაუდოდ აგიხსნით იმ დღის მოვლენას რა ხდებოდა აი ზევიდან აი იმ კლდიდან რაღაცა აი იქიდან ჩამოსასვლელი ხო არის პატარა ბილიკივით ჩამოდიოდნენ და მან არის ერთ-ერთი ყველაზე რთული შესახვევი ესეთი რაღაცნაირად აი ესე უნდა გაიარო და რამდენი ხალხი იყო ბევრი იყვნენ სავარაუდოდ ხა რამდენი არ ვიცი ვიღაც ბიჭებიც წინ მიდიოდნენ თქვენი შვილი და მაგის უკან მამაკაცი და კიდე ვიღაცები მაგრამ რა ხდებოდა რაღაც აი შეიძლება წყობა ცოტა არეულად არის, თუმცა აი ამ მოსახვევში ამას ფეხი აუსრულდა. აი ფეხი აუსრულდა და ჩავარდა და როდესაც აი ამ მონაკვეთში და როდესაც ვარდებოდა აი თავი დაარტყა და იქო ძალიან სიმაღლე ისეთი დიდი და წყალი იყო, ზუსტად წყალში ჩავარდა და წყლის დონე, რატომაც აწეულია და ამ პროცესში კიდევ რა ხდება, იცით? მამასობაში წვიმა წამოვიდა, სავარაუდოდ და მერე წამოვიდა ეს ქვები და აი ამ ქვებმა რაღაცნაირად შეიტანეს უფრო შიგნით და მაგრამ იმ ადგილას ზუსტად არ უნდა ეძებოთ. აი ამ კლდებს აქვს შესახვევივით. აი ესეთი შესახვევივით ამ წლების მანძილზე უფრო ღრმად შევიდა და აი იმ მონაკვეთშია სადღაც. სავარაუდოდ იმ ქვაზე, სადაც ჩამოჯდა, აღარ ყოფილა იქამდე ჩასული, ასე ვფიქრობ. მაგრამ აი იქ სადაც არის ეს რაღაც ჭასავით კიდე რომ ვნახეთ იქაც რაღაცა შიგნით ან ვიღაცა არის გეუბნებით გული მიგზნობს იქაც რაღაცა ხდება ეს ერთი ადგილი და ეს მეორე ადგილი მან კიდევ როგორც გითხარით კიდე ერთ-ერთი ან ბავშვის რაღაცა დაემართა და კიდევ ვიღაცის ცხედარივით არის შიგნით წლების მანძილზე ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით აი რამენერად თუ შეიძლება რომ ჩავიდეთ ნორმალურად დაგელაპარაკოთ სამწუხაროდ ეხლა უბრალოდ ზევით ვერ ავდივართ და აი რისი თქმა მინდა როდესაც ხედავთ როდესაც აი გული გიგრძნობდათ და კონტაქტზე გამოდიოდა და ამბობდა სავარაუდოდ გელაპარაკებოდათ რაღაცა მითითებები მინიშნებები უნდა ყოფილიყო თქვენთვის და დღეს ნახეთ როგორ უნდოდა რომ გვეპოვა აი ეს თეთრი პატარა ბოჩოლო ჩამოვიდა და თავს წევდა ზევით. ზუსტ ადგილს სამწუხაროდ ვერ მიგითითებთ, იქ უნდა ეძებოთ. იქ ვერ ავდივართ ახლა ჩვენ და გიხოცებით დაწყნათ, ჩავიდეთ ქვემოთ და რაღაცას გეტყვით.
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი ინფორმაცია მოგაწოდეთ. საშინელი პროფესია მაქვს, მაინც გეტყვით, რომ ბავშვი არის ასეთ დღეზე, ლომისობაზე წასული და სავარაუდოდ ის პერიოდი იყო, როდესაც უნდა წასულიყო. ესე იგი, შემთხვევები არ ხდება და ეს წმინდანივით არის და ეგ თქვენ არ ვიცი ახლა შეიძლება არ დაგაწყნაროთ ამით, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეხლა კარგად არის ნამდვილად და რადგან მაგას უნდოდა თქვენ რომ აყოფილიყავით და ჩვენ მოსულიყავით, ხედავთ რამდენი მითითება მოგცა. თქვენ ამ წლების განმავლობაში რამდენი მითითება მოგცათ და ასე თუ გავაგრძელებთ, თუ დაიწყებთ მუშაობას, იპოვით. აუცილებლად იპოვით. და რაც შეეხება ეზოთერიკის კუთხით, რო უყუროთ, ხო, როგორც გითხარით, მე ვხედავ ნახატებივით, ანუ რაც ხდება, ან მითითებებით, აი ეს ზოგჯერ მომდის და თვითონ ხანდახან მოდის და მაგისი ფანტომი თავიდანვე დავინახე. ადგილები ძალიან გავს ერთმანეთს. ერთით ხონა მექნება თუ შესაძლებლობა გექნებათ, აი ის ადგილიც ნახოთ. აი ის პირველი რო ჩვენ რო ვიყავით. ერთადერთი რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ უბრალოდ ილოცეთ. ილოცეთ ამის სულზე, მაგრამ ეს ისედაც კარგად არის, მე დამიჯერეთ, მერწმუნეთ. კარგად არის, რაც მე დავინახე, ეხლა კარგად არის და თქვენს გვერდით არის ყოველთვის. უბრალოდ თქვენი მხრიდან რომ მოიხსენიათ პერიოდულად. თავიდან სანამ გავერკვეოდი თუ როგორ დაიკარგა გურიკა, იმედი მქონდა სადღაც 1-2 დღე იყო გასული, რომ გურიკას ვიპოვნით ცოცხალს. მაგრამ წლები რო გადიოდა, მე ვიცოდი, რომ გურიკა ამას არ ჩაიდებდა, არცად წავიდოდ. ვიცოდი, რომ გურიკა მკვდარი იყო. დიდ მადლობას უხდი ყველას. როგორც დედა ამბობს, გურიკა რომ ცოცხალი იყოს, ის დედას არასდროს მიატოვებდა. და მაინც ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, ეს ის მდინარეა თუ არა, რომელმაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. უამრავი შეტყობინება შემოდის, ათასობით, 10,000-ობითაც კი. და ნუ გაგვიბრაზდებით თუ დროულად ვერ ვახერხებთ პასუხის გაცემას. ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ ყველასთან მივიდეთ და როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ. ქალბატონმა სოფომ თვეების წინ გამოაგზავნა ეს ისტორია, მაგრამ მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს გვერდში არავინ დგას. კომენდანტის საათიდან გამომდინარე და ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ დღეს მოვახერხეთ აქ ჩამოსვლა. თუმცა ალბათ ისე უბრალოდ არაფერი ხდება, რადგან დღეს უკვე ივნისია. სწორედ 2014 წლის ივნისში დაიკარგა გურიკა. აქვე გთხოვთ, ვისაც ხელგეწიფებათ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო სტრუქტურები იქნება ეს თუ უბრალოდ ადამიანები, ვისაც ფინანსურად შეუძლიათ გამწარებულ დედას გვერდში დაუდგნენ. გამოყავით რამე თანხა, გამოყავით სპეციალური ტექნიკა, რომ აი ეს მეწყერი, რომელიც ჩამოწვა და სავარაუდოდ, სადაც ბავშვია დაკარგული, უბრალოდ გაასუფთავონ და 7 წლის მერე მაინც დაიბრუნოს დედამ შვილის ცხედარი.